ახლა დილის 6 საათია. ეს კი ის ადგილია, სადაც სწორედ მაშინ მხიზლობენ, როდესაც ერს ძინავს. ზარები მონასტრის საძმოს წევრებს ტაძარში უხმობენ. სიცოცხლე უფალს მიგუძღვნეს და ახლა მასთან სასაუბროდ მიდიან. ასე ყოველ დღე მზეს სანთლის ხივი ასრებს. ტაძარში მხოლოდ ბერების ჩუმი ვედრება ისმის. სახლში სულიერ სიმშვიდეს პოულობენ. ამბობენ, რომ ლოცვა ადამიანს აკეთილშობილებს და სულიერად აძლიერებს. ასე კი უფალთან უფრო ახლოს ხარ. აქ ყოველთვის სიმშვიდეს უფევს. ბერების სულიერი განცდები ჩაბნელებულ ტაძარში იღვრება. ერისგან განდეგილები ღმერთს ერის სიძლიერესა და სამშობლოს ერთიანობას ავედრებენ. შემდეგ კი მაცხოვრის სისხლს და ხორცს მოწიწებით ეზიარებიან. მათი ცხოვრება მხელვარია და ამავე დროს მშვიდიც. მათი გზა კი ისეთივე მძიმეა, როგორც გოლგოთის. ბერის სიცოცხლე მხოლოდ უფალს უკავშირდება. დაკისრებულ მოვალეობას ლოცვით, სინანულით, დუმარებითა და მორჩილებით ახასრულებენ. ეს არის ადგილი, იქ სადაც შემა სულმა პოვა განსასვენებელი სულის სიმშვიდისთვის ერისგან განცალკევებით. ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მონასტერში წამოსვლა, უბრალოდ ეს შემდეგ თანდათანობით მოხდა ეკლესიასთან მოსვლასთან დაკავშირებით. ეკლესიის მოსვლის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი ეტაპობრივად. მერე და მერე, ნელა და ნელა, ნაბიჯ ღვთისწყალობით მოვედი იმ სავანეში, რასაც მონასტერი ქვია. მამა თორნიკე 20 წლისაა. მონასტერში 17 წლიდან ცხოვრობს. ასე თავს კარგად გრძნობს. ვერად 1 წლის წინ აღიკვეცა. მას შემდეგ ჯვარი უფრო დამძიმდა, თუმცა უფლის იმედი არასდროს დაუკარგავს.
მომწონდა მონასტრული ცხოვრება, მომწონდა ეს სამყარო, ბერები საერთოდ რაღაც ძალიან თბილი ხალხი იყო და მაგიტომ გადავწყვიტე მე მგონი. ბერ მონაზნობა ასე ვფიქრობდი, რომ ჩემი გზა ეს იყო. და ამ გარემოში ტრიალი ჩემთვის სასიკეთო იქნებოდა. მით უმეტეს იმიტომ, რომ ღვთის სამსახურში ხარ. დავინახე ბევრი რაღაც, რომ დღევანდელ დღეს მით უმეტეს ქართულ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას ჭირდება ის ახალგაზრდობა, ის ახალი ძალა, რომელმაც უნდა გააგრძელოს ჩვენი დიდი მამების, ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა. დიდი მამების მოღვაწეობას სიხარულითა და მორჩილებით აგრძელებს. ყველაზე მეტად ის დღე დაამახსოვრდა, როდესაც სიცოცხლე უფალს სამუდამოდ დაუკავშირა. მონაზვნები ამბობენ, რომ აღკვეცის დროს სევდასთან ერთად ადამიანი უდიდეს სიხარულს განიცდის. აღსაკვეთი ტაძარში თეთრ კვარცხში შემოსილი შეყავთ, ნიშნად ახლად დაბადებისა. გაშლილი თმა ახალ შობილს განასახიერებს, ანგელოზებრივი ცხოვრების დასაწყისს. აქ თითოეულ დეტალს თავისი საკრალური მნიშვნელობა აქვს. სვლელობა ტაძრამდე სიმბოლურად ღვთისაკენ მიმავალ გზას განასახიერებს. გზა, რომელიც ეკლიანია, თუმცა როგორც ბერები ამბობენ, ამასთან ერთად ყველაზე ტკბილი. ტაძარში შესული შენდობის თხოვნით მიწაზე სამჯერ განართხმება. შემდეგ სასულიერო პირები მანტიას აფარებენ, რომელიც სიმბოლურად მიცვალებული სუდარას განასახიერებს. ამ დროს აღსაკვეთის როგორც ერისკაცის დაბლოა და მონაზვნად დაბადება ხდება. მას სახელით ეცვლება. ადამიანი ბერად აღკვეცის დროს ღვთის წინაშე სამახთ გლაზდებს. უქონლობის, ხალწუნებისა და მონასტრიდან გაუსვლელობის. ამის შემდეგ მასთვის მხოლოდ ერთი უფალი არსებობს. აღკვეცის დროს არის ესეთი მომენტი, როცა ბერად აღსაკვეთს აღმკვეცელი უგდებს მაკრატელს და ეუბნება აღიღე და მომეც მე და ისიც ამ მაკრატელს იღებს, აძლევს ხელში აღმკვეცელს და ხელზე ამბორება ნიშნად იმისა, რომ ის არის თანახმა. სამჯერ ხდება ამ მაკრატლის გადაგდება, მას აქვს უფლება, რომ აი ამ მაკრატლის მიწოდების დროს თქვას უარი და აი ამ ცხოვრებას გაემიჯნოს და დაუბრუნდეს საერო ცხოვრებას. ამის შემდეგ მონაზონს თმას აჭრიან, ნიშნად მორჩილებისა. აღკვეცის დროს მისი სულიერი ბრძოლისათვის აღჭურვა ხდება. თითოეულ შესამოსელს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. აღკვეცის დროს მონაზონს უკვე მიეცემა სხვადასხვა შესამოსელი და ამ შესამოსლებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. კაბა, რომელიც შიგნით აცვია ბერს, ეს მაცხოვრის კვარცხს განასახიერებს. სარტყელი, რომელიც ტყავის
გახლავთ ეს მოდის ძველი აღთქმიდან და კერძოდ იოანე წინასწარმეტყველიდან, რომელმაც აქლემის ტყავი შეიმოსა და აი ამ ტყავით დადიოდა. ტყავი ნიშნავს ცოდვათა მოკვდინებას, შემოზღუდულობას მონოზონისას. მას შემდგომ ეძლევა ანაფორა, რომელიც ღვთისმშობლის სამოს განასახიერებს და ღვთისმშობლის სამოსია. შემდგომ ეძლევა კუნკულ ბარტყული, ბარტყული განასახიერებს კუბოს და მას თქვენ თუ დააკვირდებით აქვს ფორმა ზუსტად აი კუბოს ზედა თავისა და როცა ბერი გარდაიცვლება და ამ ქვეყნიდან მას როცა მოამზადებენ დასამარხად მანტიაში შეხვეულს კუბოს უკუღმა აფარებენ კუნკულ ბარტყულს თავზე და თქვენ ხედავთ რომ მას ზუსტად აი აქვს კუბოს ზედა თავის ფორმა და აი ესე ასაფლავებენ ბერს. აღკვეცის შემდეგ ახლად დაბადებულს ეკითხებიან: რა იარს სახელი შენი ძმაო? ის კი პასუხობს: ცოდვილი ბერი. დედამიწის ანგელოზები ასე უწოდებენ მონაზვნებს. ბერისათვის მთავარი სიმდაბლე და მორჩილება. მონასტერში ყველას თავისი საქმე აქვს. წინასწარ და მკაცრად განსაზღვრული. მკვდარი ცოცხალი სიტყვით ასე უწოდებენ მონაზონს. ამბობენ რომ ბერი ცხოვრების წიგნიაო. ამ წიგნში კი ძალიან ბევრი წერია. ისინი უფლის გამო წუთისოფელზე უარს ამბობენ, ივიწყებენ ყველაფერს და დროის უმეტეს ნაწილს უფალთან საუბარს უთმობენ. მუშაობენ დილიდან დაღამებამდე. მონასტერში არ არის ტელევიზორი, რადიო. აქ ყველაფერი ისე ვისია, როგორც საუკუნეების წინათ. Ready. თავისუფალ დროსაც ხელსაქმეს უთმობენ. ოჯახიდან შორს საკუთარი ოჯახის შექმნას ცდილობენ. მონასტერი არის სავანი, სადაც ძმები ერთად ცხოვრობენ. ბერს არ ყავს დედები, მამები, ძმები, დები, მაგრამ აქ ძმები ერთმანეთის ძმებიც ვართ, დებიც ვართ, მშობლებიც ვართ. ჩემ დასაჭირს შეიზიარებს, ჩვენ ვიზიარებთ. ერთობა მონასტერში ქმნის ამ ურთიერთობას, რასაც ძმობა ქვია და ამისთვის მოვიდივართ ჩვენ მონასტერში. უსაკმოდ არასდროს ჩერდებიან, ასე საკუთარ ფიქრებს ებრძვიან. Όσο თავისუფალ დროებით ვფიქრობ, ფიქრიცა და ზედმეტ პრობლემებს ქმნის, შემოდის რაღაც აზრები. საქმეში აყოლებ გულს რა. თან ლოცულობდე საქმის დროს, აი მაგალითად ამ მოკვეთის დროს შეიძლება რაღაც ლოცვა თქვა უფალო შეგვიწყალიან თქვათ, ამ კონკრეტული ლოცვა. დღეში ორჯერ ტრაპეზობენ.
ბერების უფრა მცირედი საკვებით შემოიფარგლება. სულიერებას არც აქ ივიწყებენ. ერთ-ერთი მონოზონი წმინდათა ცხოვრებას კითხულობს. სადუნურისა და დაასმინეს და სამშობლოს წინაშე წარადგინეს მწყებსთავარი და სასტიკა დაწამეს. შუადღეს ტაძარში ისევ ერთად იკრიბებიან, დაგროვილ განცდებსა და სევდას უფალს უზიარებენ. ღმერთს წმინდა გალობით ადიდებენ. ეს მათი ცხოვრება, რთული და განსაცდელებით ახსოვს. ჭეშმარიტი ბერობა არის ის, როცა შენ შეგიძლია შენ თავზე, შენ ხორცზე გაიმარჯო, შეიცნო შენი საკუთარი თავი და სრულყოფილებისკენ ნელ-ნელა წახვიდე. ცხოვრობენ ყველაზე წმიდად და თავი ყველაზე ცოდვილებად მიაჩნიათ. ამბობენ, რომ ნამდვილი ქრისტიანი მორჩილი და თავდაბალი უნდა იყოს. ბერი თუმას სასულიერო ხარისხი არ აქვს იურიდიულად ერისკაცის თანასწორად განიხილება. ეკლესიაში არსებობს სასულიერო პირთა ორი სახე: თეთრი და შავი სამღვდელოება. თეთრ სამღვდელოებას განეკუთვნებიან ის მოძღვრები, რომელიც მოღვაწეობენ ერში და არ აქვთ უქორწინობის აღთქმა დადებული. შავი სამღვდელოების წევრი კი აუცილებლად ბერი უნდა იყოს, რომელსაც შემდეგ სასულიერო ხარისხი ეძლევა. საეკლესიო იერარქიანო დაქვემდებარება სასულიერო პირებს შორის შავ სამღვდელოებაში ასეთია: ბერი, რომელსაც არ აქვს სასულიერო ხარისხი, ბერდიაკონი, მღვდელმონოზონი, იღუმენი ანუ მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი, რომლის დაქვემდებარებაშიც რამდენიმე სამონასტრო კომპლექსია, და მღვდელთმთავარი, ანუ ეპისკოპოსი, რომელიც მთლიანად ეპარქიას განაგებს. წმიდა სინოდის წევრი აუცილებლად მღვდელთმთავარი უნდა იყოს, ანუ შავი სამღვდელოების წევრი. პატრიარქი ბერძნული სიტყვაა და მამამთავარს ნიშნავს. ამჟამად მსოფლიოში 9 ეკლესიის წინამძღოლი ატარებს ამ უმაღლეს ტიტულს. პატრიარქს წმიდა სინოდი ირჩევს. იგი აუცილებლად უნდა იყოს მონოზონი და ეროვნებით ქართველი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ბერობის მძიმე ჯვარი 24 წლის ასაკში იდურთა. ეს იყო ზუსტად 50 წლის წინ. ახალგაზრდა ირაკლი ხუდუშაური ეპისკოპოსმა ზინობი მაჟუკამ აღკვეცა და სახელად ილია უწოდა. იმ პერიოდის ახალგაზრდებს შორის იგი პირველი ბერი იყო. ეს ამ უნიკალურ ვიდეო არქივშიც კარგად იკითხება. პირველად ბერულ ცხოვრებას საფუძველი წმიდა ანტონი დიდმა და წმიდა პავლე თებაიტელმა მეოთხე საუკუნეში ჩაუყარეს. საქართველოში კი ანაქორიზმიანო განდეგილობა სათავეს მე-6 საუკუნიდან იღებს. სამედმა ასურელმა მამამ თავიანთი დიდი სულიერი ცხოვრებით სული დიდ მოღვაწეობას ჩაუდგეს. დედამიწის ანგელოზები დათოვლილ დღეს ნელ-ნელა მეუყვებიან. გზას მთავარ ანგელოზის ტაძრამდე თითქმის ყოველ დღე გადიან.
ასე სულიერი სიხარულით ახსილნი ადიდებენ უფალს. ჩემი ცხოვრების პერიოდში ეკლესიასთან ხშირი ურთიერთობა არ მქონია. ტაძარი, რომელშიც შევედი, ეს მახსოვს 19 წელიწადში სამების საკეთრო ტაძარი იყო. 19 წელიწადში შევედი, მაგრამ შესვლის წინ პირის გადაწერა მსურდა. მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა. გვერდზე გავიხედე და დავინახე როგორც სხვები იწერდნენ. მეც ისე გადავიწერე და შევედი. ხატები თაყვანისცემა და სანთლის დანთება ეს ვიცოდი და შევასრულე, გავაკეთე. შემდეგ მივხვდი, რომ ის იყო ის ადგილი, სადაც მინდოდა ყოფილიყავი, სადაც მინდოდა გავჩერებულიყავი და დავრჩე. ბერების შრომას დილის ტრაპეზის შემდეგ იწყებენ. წინამძღვრის გარეშე არაფერს აკეთებენ. მონასტრის კარიბჭის გარეთ თითქმის არასდროს გადიან. მონოზონი მარტოდ ყოფილს ნიშნავს. ფერს არაფერი უნდა გააჩნდეს. გარდა იმისა, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვისაა საჭირო. თავს ფუფუნების უფლებას არ აძლევენ. მარხულობენ მკაცრად და ძინავთ დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი. ბერი მოთმინების უსკრულია და თავდაბლობის ოკეანეო. აი ალბათ ესეთი უნდა იყოს ბერი. მონასტრის საძმო შეკრულია და უნდა იყოს ასეც. იმიტომ რომ განცალკევება და პატრიარქი ამბობს ხოლმე რომ დაშორება, განცალკევება არის ბოროტისგან, ერთიანობა, შეკრულება არის ღვთისგან. აქვთ საკუთარი მეურნეობა. მონასტრის ძირითადი საზრდო რამდენიმე სულის აქონელია. არაფერს დაკილობენ. წინამძღვრისგან დავალებულ საქმეს მორჩილებით ასრულებენ. ბედს არასდროს უჩივიან. ამბობენ, რომ ყველგან უფლის სიახლოვეს ხსნობენ. ოჯახიც ენატრებად, მაგრამ თავს აქ უფრო ბედნიერად ხსნობენ. ჩემი უღელი ტკბილი არ და ჩემი ტვირთი მსუბუქარსო. ძნელი ადამიანთან შეუძლებელი, შესაძლებელი არის ღვთისაგან. ის, რასაც მე თუნდაც ვაკეთებ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვაკეთებ და ჩემით ვაკეთებ. ყველაფერი ღვთის დახმარებით და ღვთის წყალობით ხდება. ის სიხარულიც, ის სევდაც, ის ტკივილიც, ის მწოხარებაც, რაც მოდის, ის უფალს მოაქვს. დაცემას ადგომა მოყვება, სიხარულს მწოხარებას სიხარულს და ასეცვლის ერთმანეთთან, როგორც ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ბრძანებს, ელოდე სიხარულის შემდეგ ტკივილს, ტკივილის შემდეგ სიხარულს. ღვთისგან მოვლენილ მწუხარებას მოთმინებით იტანენ. ისეს მცნებებს ერთგულად იცავენ და ასე. ნელ-ნელა მიუყვებიან მონოზნობის მძიმე გზას. ცხოვრობენ ისე, როგორც ერთი ოჯახი. ამბობენ, რომ მონასტერი ერთი სულია. ასე ერთსულოვნად ერთმანეთსაც აძლიერებენ და განდეგილური ცხოვრების სიმძიმესაც იმსუბუქებენ. ჩემი ადგილი აქ ვიპოვე. ერის ცხოვრებაში ვერ პოულობდი, ვესად ხანსად ვიყავი, მაგრამ ვესად ადგილი ვერ ვიპოვე. აქ რომ მოვიდატყმო, ეს ჩემი ცხოვრება მთელი. თან ურთიერთობა, ახლო ურთიერთობა მინდა და ცხონება მინდა სულის. თეთრი სამუდამოებისაგან განსხვავებით მონოზონს არ შეუძლია ერში დაბრუნება. ბერი სამუდამოდ ბერად რჩება. უკვე აღკვეცილის დაბრუნება ყოველად დაუშვებელი, რადგანაც იგი ბერი რჩება სამარადისოდ, მონოზონი რჩება სამარადისოდ და ღვთის წინაშე რაც ცხოვრებითაც არ უნდა იცხოვროს, როცა წარდგება, იგი პასუხს აგებს როგორც მონოზონი, როგორც ბერი. ამიტომ ზუსტად ამას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გადაწყვეტილება, როცა ადამიანი ამ გზას ირჩევს, მან ბოლომდე უნდა თავის შესაძლებლობებს გადახედოს. რა თქმა უნდა, ადამიანების შესაძლებლობები დიდზე ვერ მიდიან, მაგრამ პირობაში ადამიანს ღმერთი ყოველთვის შეეწევა, ყოველთვის განამტკიცებს, თავარია მან არ დაკარგოს სასოება ღვთისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და იმ დიდი წმიდანებისა, რომელთაც სისხლით მოიპოვეს ყოველივე ეს. ახლა ღამის 12 საათია. ასია ყოველთვის. ახალ დღეს უფლის სახლში, სადღესასწაულო ღვთისმსახურებით ხვდებიან.
ტაძარში უხილავად ღმერთს ემსახურებიან. ამბობენ, რომ ლოცვა სულის სუნთქვაა, მონასტრის მყუდროებასაც მხოლოდ მათი სულის სუნთქვა არღვევს. შემდეგ კი საკუთარ სენაკებში უფალთან მარტო რჩებიან. მალე ისევ დაირეკება ზარი. ისევ შეხვდებიან მზის სამოსვლას უფალთან ერთად. ისევ მორჩილებით აღასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ისევ მოთმინებით გაუყვებიან მონაზნობის ეკლიან გზას. და მაინც, თუ ვინმე შეეკითხებათ, რა იარს სახელი შენი ძმაო? ისინი უპასუხებენ, ერთი ცოდვილი ბერი. ასე ცხოვრობენ დედამიწის ანგელოზები.